კეკეს სასწაული, სოსო. ის რაც აქამდე ბელადის სამშობლოშიც არ ვიცოდით. გამოუქვეყნებელი საარქივო მასალები პირველად ჩვენს გადაცემაში. ვინ იყო სტალინის ნამდვილი მამა? მომავალი დიქტატორის სიყვარულისა და მკვლელობების წარმოუდგენელი ისტორიები. მეტსახელებისა და საყვარლების გრძელი სია. წითელი მეფე, ხვითელი აქამდე უცნობი დეტალები და პირადი ცხოვრება. კონსპირაციის მამა, სოსელოს უცნობი ცხოვრება. თანამშრომლობდა თუ არა მომავალი დიქტატორი ოხრანკასთან. კავშირები როტშილდებთან. როგორ გახდა რომანტიკოსი პოეტი და სემინარიელი ბიჭი წითელი მეფე? პოეტი, ურჩხული დიქტატორი. საიმონ სებაგ მონტეფიორე, ბრიტანელი მწერლის ბესტსელერის ბიოგრაფიული რომანის მიხედვით. ვახო სანაიას რეპორტაჟი. ახალგაზრდა სტალინი. გორელი სოსელო, რომანტიკოსი პოეტი, ლენინის მთავარი განგსტერი, უცნობი სტალინი, წითელი მეფე, ჩვენთვის უცნობი სტალინი ფიგურა, რომლის შესახებ კამათი არ წყდება, ასეა მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა ასეა საქართველოშიც. სტალინის საინტერესო ისტორიულ მოვლენად რჩება. მის შესახებ იწერება წიგნები, ითარგმნება და რაც მთავარია იყიდება დიდი ტირაჟით. ასე მოხდა ბრიტანელი მწერლის მონტეფიორეს შემთხვევაშიც. სტალინის ყველაზე დიდი მომხრეებიც კი აღიარებენ, რომ ესაა ერთ-ერთი საუკეთესო ნაშრომი, რაც კი ამ ადამიანის შესახებ დაწერილა. ახალგაზრდა სტალინის ავტორ საიმონ სებაგ მონტეფიორეს ჩვენ ლონდონში ვეწვიეთ და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოვართვით. თავაზობთ გადაცემას, რომელიც აგებულია ამ წიგნში მოყვანილი აქამდე უცნობი საარქივო მასალების მიხედვით. დღეს პირველად გაიგებთ ახალგაზრდა სტალინის ცხოვრების უცნობ დეტალებს. საიმონ სებაგ მონტეფიორე წერს. მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში სტალინის როლი იმ დღის მოვლენებში საეჭვოდ მიაჩნდა. მაგრამ ახლა ძარცვიდან საუკუნის შემდეგ უკვე შესაძლებელია სიმართლის დადგენა. მოსკოვსა და თბილისში არსებული არქივებიდან უკვე ცნობილია თუ როგორ ოსტატურად წარმართა სტალინმა ეს ოპერაცია და რამდენიმე თვის განმავლობაში როგორ ამუშავებდა თავის კაცს ბანკში. მისი ცოლისთვის საშიკო სვანიძის გამოუქვეყნებელ მემუარებში, რომელიც ქართულ არქივებში ინახება, ნათქვამია, რომ სტალინი თვითონაც აღიარებდა ამ ოპერაციის ხელმძღვანელობას. როდესაც ახალგაზრდა სტალინზე დაწერა გადავწყვიტე, მივხვდი, რომ ინფორმაციის წყარო, რომელიც სტალინის ცხოვრების ადრეულ წლებს მოიცავს, ან განადგურებული იყო, ან გადამალული. თან როგორც აღმოჩნდა, ის მასალაც, რაც აქამდე იქნა გამოყენებული, ძირითადად ტროცკისა და მენშევიკების მიერ, ხანდახან არაზუსტი და გაყალბებული იყო. დავიწყე ინფორმაციის ძიება, ძველი წყაროების გადამოწმება. რუსეთში გასაოგნებელ საბჭოთა არქივებს მივაგენი. ჩემთვის მთავარი ისეთი რამის პოვნა იყო, რაც აქამდე არ გამოყენებულა. სტალინის მონაწილეობაზე წერს მისი ბანდის ერთ-ერთი წევრი ბაჭუა კუპრიაშვილი, მოგონებების 60 წლის განმავლობაში იყო დალუქული და ქართულ არქივებში ინახებოდა. ბანკის ძარცვას აფეთქებების მთელი კასკადი და კამოსა და სხვა თავზე ხელახებული მძარცველების, მათ შორის სტალინის მეგობარი ქალების წარმოუდგენელი ოსტატობა დასჭირდა. ოხრანკის არქივებში წერია, რომ 40-მდე ადამიანი დაიღუპა. სტალინმა საარქივო ცნობების მიხედვით დღევანდელი კურსით დაახლოებით $3.5 მილიონი ჩაიგდო ხელში. ეს ფული ლენინს სჭირდებოდა, რომელიც საბოლოოდ დარწმუნდა სტალინის სისასტიკესა და ნიჭიერებაში. სოსოს კი უკვე თბილისში აღარ დაედგომებოდა. ბანკის თანამშრომელი შემდეგ გამოტყდა, რომ მხოლოდ იმიტომ დაეხმარა სტალინს ამ უზარმაზარი ძარცვის განხორციელებაში, რომ მისი რომანტიკული პოეზიის თაყვანისმცემელი იყო. მხოლოდ საქართველოში შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო. პოეტი სტალინის ხათრით, ბანდით სტალინს დახმარებოდა.
ვინ იყო სოსოს ნამდვილი მამა? მონტეფიორეს წიგნში ამ კითხვაზე ერთდროულად რამდენიმე ვერსიას ამოიკითხავთ. მათ შორის ფანტასტიკურ ჭორებს, რომელიც დიქტატორის მამად აზიის განთქმულ მკვლევარს ბრჟევალსკის ან არც მეტი არც ნაკლები იმპერატორ ალექსანდრე მესამეს ასახელებს, რომელიც თურმე ერთხელ გორს ეწვია და იმ სასახლეში გაჩერდა, სადაც კეკე მსახურობდა. მაგრამ ავტორი მიიჩნევს, რომ ეს ვერსიები უსაფუძვლოა და სტალინის ნამდვილი მამა პატარა გორში უნდა ვეძიოთ იმ გარემოში, სადაც კეკეს უხდებოდა ურთიერთობა. ვაჭარი ეგნატაშვილი, პოლიციის უფროსი დავრიშევი, მღვდელი ჩარკვიანი, სამივე მათგანი მფარველობდა კეკესა და სოსოს. სამივე მათგანს გავლენა ჰქონდა გორში. მონტეფიორეს მოჰყავს სტალინის სიტყვები, როცა ის ამბობს, რომ მამამისის სინამდვილეში მღვდელი იყო. მომხიბლავი კეკეც თურმე ხშირად ამბობდა, რომ მისი შვილი სემინარიაში მიიღეს როგორც მღვდლის შვილი. ამაზე ლაპარაკობს ბელადის დედა თავის მემუარებშიც, რომელიც გარდაცვალებამდე 2 წლით ადრეა ჩაწერილი. ამ მემუარების შესახებ თურმე არაფერი სწოდნია თავად სტალინსაც კი, რადგან არასდროს გამოქვეყნებულა და კომუნისტური პარტიის არქივში ინახება. მონტეფიორეს მოჰყავს გორის მაშინდელი მმართველის ჟურულის სიტყვები პოლიციის უფროსის დავრიშევის შესახებ. როგორც ვიცი, სოსო დავრიშევის ნამდვილი შვილი იყო. გორში ყველა მიცოდა მისი რომანის შესახებ სოსოს მომხიბლავ დედასთან. ეკე თქვათ ახალგაზრდობაში, როგორც მრესხავი ქალი, ცდებოდა თუ არა ვინმესთან, ან და თქვათ სიბერეში ლარვენტი ბერიას ცოლს, ქალბატონ ნინას ურჩევდა თუ არა საყვარლებს. ეს არაფრის თქმელი არ არის. ეს არაფერს საზდოს არ აძლევს საზოგადოებას. კეკეს ქმარი ბესო ჯუღაშვილი საშინლად ეჭვიანი იყო. სტალინის მოწინააღმდეგეები ამ ფაქტსაც კარგად იყენებდნენ. ჭორებით ცდილობდნენ სტალინის დამცირებას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დიქტატორის ნამდვილი მამის შესახებ გორში და არა მარტო გორში ბევრს საუბრობდნენ. ის რომ სემინარიამ სტალინის პიროვნებაზე დიდი გავლენა იქონია, ამას სტალინის ყველა მკვლევარი აღიარებს. გამონაკლისი არც მონტეფიორეა. აკრძალული წიგნების კითხვის გამო სოსოს სემინარიაში ხშირად სჯიდნენ. როგორც ჩანს, ჯუღაშვილი ჩაწერილია იაფ ბიბლიოთეკაში და იქიდან მოაქვს წიგნები. მე მას უკვე მივეცი გაფრთხილება ჰიუგოს 1793 წელთან დაკავშირებით. ასისტენტ ინსპექტორი ვლმუხაროვსკი. სოსოს ვიქტორ ჰიუგოს 1793 წელი და მისი პერსონაჟი რევოლუციონერი მღვდელი მართლაც ყველაზე მეტად მოსწონდა. საარქივო მასალებისა და სემინარიელების მოგონებების მიხედვით ცნობილია, რა წიგნებს კითხულობდა სტალინი მაშინ. ნეკრასოვი, ჩერნიშევსკი, ზოლა, პლატონი, სალტიკოვ-შედრინი, ჩეხოვი, ტოლსტოი. მისი კუმირი გახდა ალექსანდრე ყაზბეგის გმირი კობა, რაც მეტსახელადაც დაირქვა. ამ წიგნში ნაჩვენებია სტალინი არა როგორც ინტელექტუალი, არამედ უბრალოდ განათლებული ადამიანი. მოგახსენებათ, იმ დროს თბილისის სემინარია საკმაოდ კარგ განათლებას იძლეოდა. ისწავლებოდა კლასიკური რუსული ენა და ლიტერატურა, ლათინური, ბერძნული და ასე შემდეგ. დიქტატორი ისტორიის დიდი მოყვარული იყო. დიახ, იყო სტალინი განათლებული პიროვნება, თუმცა გავითვალისწინოთ მისი წარმომავლობაც. ძალადობისკენ მიდრეკილება ნაწილობრივ გარემოზბრალიც იყო. ჩანაწერი სემინარიის ჟურნალიდან. საღამოს 9 საათზე სასადილოში ინსპექტორმა შეამჩნია მოწაფეთა ჯგუფი, რომელთაც ჯუღაშვილი რაღაცას უკითხავდა. მასწავლებლის მიახლოვებისას ჯუღაშვილმა სცადა ფურცლების დამალვა და მხოლოდ დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ აღიარა, რომ აკრძალულ წიგნებს კითხულობდა. კეკე ოცნებობდა მისი შვილი მღვდელი გამხდარიყო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. სემინარიამ ყველაზე დიდი მარქსისტი გაზარდა. მონტეფიორე თავის წიგნში წერს: სოსომ კარგად ისწავლა რეპრესიული ტაქტიკა, თვალთვალი დასმენა, პირად ცხოვრებაში ჩარევა, გრძნობების მართვა. ეს ტაქტიკა მან კარგად გამოიყენა საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში. სტალინის გარდა სემინარიიდან 40-მდე ბიჭი გარიცხეს. სტალინი მათი ბელადი გახდა. სოსომ ამ ჯგუფს დაახლოებით 300-მდე წიგნი მოუმზადა წასაკითხად და გაკვეთილებს უტარებდა. ეს ხდებოდა სოლოლაკში, ერევნის მოედანთან, ნაქირავებ ბინაში. სოსოს ერთ-ერთი თანაშემწე ვარდოიანი იხსენებს, ციტატა საარქივო მასალიდან. სოსო იწვა და წიგნს კითხულობდა. მე კი კამოს რუსულ გრამატიკას ვასწავლიდი, მაგრამ ბიჭს შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობები ჰქონდა და ვერაფრით გამოთქვამდა სიტყვა კამუს. ამის ნაცვლად ამბობდა კამოს. სტალინმა მოთმინება დაკარგა და წამოხდა, მაგრამ მერე გაეცინა და უთხრა: კამო კი არა, კამუ, დაიხსომე ბიჭო. მეტსახელების გამოგონებელმა სტალინმა სიმონს კამოში არქვა და ტერპეტროსიანს ეს სახელი ცხოვრების ბოლომდე შერჩა.
სოსო ბათუმში ჩადის. ბევრმა არ იცის, რომ ჯუღაშვილი როტშილდებთან მუშაობდა. მონტეფიორე წერს, როტშილდების ფრანგულ ებრაულ დინასტიას, რომელიც ინტერნაციონალური კაპიტალიზმის ძალაუფლებასა და კოსმოპოლიტიზმს განასახიერებდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ინტერნაციონალური მარქსიზმის მამამთავარი აიყვანა სამუშაოდ. სოსომ მალე ხანძარი გააჩინა ქარხანაში. შემდეგ მუშების გაფიცვა მოაწყო და საწარმოს პარალიზება გამოიწვია. სტალინმა ბათუმი თავდაყირა დააყენა. ბათუმში სოსოს მეტსახელად მღვდელი შეარქვეს, ასევე ეძახდნენ ჩოფურასაც. მალე ის დააპატიმრეს და ბათუმის ციხეში ჩასვეს. მან სამჯერ მისწერა გენერალ-გუბერნატორ პრინც გოლიცინის წერილი. ეს წერილი შემორჩენილია და არქივში ინახება. ჯანმრთელობის გაუარესება და მოხუცი დედის სავალალო მდგომარეობა, რომელიც 12 წლის წინ მიატოვა ქმარმა და ვისთვისაც მე ერთადერთი მარჩენალი ვარ, მაიძულებს კიდევ ერთხელ მოგმართოთ თხოვნით, შემიმსუბუქოთ სასჯელი. უმორჩილესად გთხოვ, ყურადღება მიაქციოთ ჩემს თხოვნას პეტიციასთან დაკავშირებით. იოსებ ჯუღაშვილი, 1901 წლის 23 ნოემბერი. სტალინი არ შეიწყალეს, უფრო მეტიც ციმბირში გაგზავნეს. მონტეფიორეს წიგნის შესახებ ბევრი რამ დაიწერა. გთავაზობთ რამდენიმე შეფასებას. ხიარული ახალგაზრდა სტალინი მონტეფიორემ ერთად მოგვაწოდა საოცარი, ახალი, პირველწყაროდ წოდებული, დამუშავებული და სკეპტიციზმით მარჯვედ კომბინირებული, კარგად შერჩეული ინფორმაცია ახალგაზრდა სტალინის შესახებ. პირქუშად მომხიბვლელია. პირველი თავები ალექსანდრე დიუმას ტოლფასია. სტალინის მექალთანეობა, ყურადღების მიმზიდველი თუ გამყინავი, სტალინის ხასიათი ბრწყინვალედ არის წარმოჩენილი. მონტეფიორეს კვლევები ბრწყინვალეა. წიგნი მდიდარია სერიოზული და აგრეთვე დამამცირებელი დეტალებით, რომლებიც ქმნის მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი მონსტრის პორტრეტს. ეს არის კვლევისა და თხრობის ტრიუმფი, ოქტომბრის რევოლუციის ოსტატური ანგარიში. ეს წიგნი სავსეა მოულოდნელობებით. ბრწყინვალე ბიოგრაფია, დეტალური აღწერის შედევრი. მონტეფიორემ აღმოაჩინა დოკუმენტები, რომლებიც დიდი ხნის წინ დაიკარგა საქართველოში. ნახა სოსოს მეგობრების შთამომავლები და წარმოადგინა ამ საშიში, მაცდუნებელი, იდუმალი ადამიანის ნათელი ფსიქოლოგიური პორტრეტი. მონტეფიორეს ბრწყინვალედ შესწავლილი და კარგად წასაკითხი წიგნი გვიხატავს სტალინს მაუზერით სარტყელში, ბრბოს მეთაურს, ბრბოზე ზეგავლენის მქონეს, ბანკის მძარცველს, შეთქმულ მარქსისტს, სტალინს როგორც დაუღალავ შრომის მოყვარე მეცნიერს, მკვლევარს. მონტეფიორეს წიგნი ხსნის იმ დრამატულ დანაშაულს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დიქტატორისა. ყველას, ვისაც აინტერესებს, უნდა წაიკითხოს ეს გააზრებული წიგნი და გაიგოს, რით იყო გამოწვეული დიქტატორის დანაშაულებრივი ქცევა. მონტეფიორემ იპოვა საოცარი რაოდენობის ახალი მასალა, რომელიც ადამიანს სხვაგვარ ელფერს მატებს. იგი წერს არაჩვეულებრივი ინტერესით. წიგნის რეკონსტრუქციას უკეთებს 1907 წლის ბანკის გაძარცვის ამბავს, თანაც მისი ტემპი არასდროს ნელდება. მონტეფიორე ყველაფერს მარჯვედ მართავს. ერთ ჩარჩოში აქცევს პოეზიას, სასიყვარულო საქმეებს, წინა საუკუნის დასაწყისის რუსეთის იმპერიის მარქსისტულ ახირებულ პოლიტიკასაც. მონტეფიორეს აქვს თეზისი და იგი ნათელი და მართალია ამაში. გულაგის მასობრივი მკვლელობის 27-38 წლები იყო ცენტრალური წერტილი მე-20 საუკუნეში. მისი ინტუიცია იმაში მდგომარეობს, რომ სტალინი არ გამოჩენილა პოლიტიკაში გამოუცხადებლად. ავტორმა კარგად შეისწავლა ამ დიდი ტერორისტის ხრმობა და მოწიფულობის ასაკი. რუსებისა და ქართველების დახმარებით მან ამოიღო, მოიძია ახალი ინფორმაცია. ეს არის ძალიან მიმზიდველი წიგნი, როგორი რთული პიროვნება იყო თვით ეს მონსტრი. მონტეფიორემ მოიძია და წიგნში შეიტანა კეკესა და სტალინის მიმოწერა. ოღონდ ეს უფრო გვიანდელი პერიოდია. დედა, ვიცი რომ იმედგაცრუებული ხარ ჩემით, მაგრამ რა ვქნა? ძალიან მოუცლელი ვარ და ხშირად ვერ გწერ. დღე და ღამე ყულფში მაქვს თავი გაყოფილი. გკოცნი, სოსო, 25 იანვარი, 1925 წელი. არ ვიცი, გჭირდება თუ არა ფული. გიგზავნი 500 მანეთს. ასევე გიგზავნი ჩემი და ბავშვების ფოტოს. კარგად იყავი ძვირფასო დედა და მხნეობა შეინარჩუნე. გკოცნი შენი შვილი სოსო. 25 მარტი 1934 წელი. ბავშვები გეხვევიან. ნადიას სიკვდილის შემდეგ ჩემი პირადი ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ ძლიერი კაცი ყოველთვის გმირულად უნდა იქცეოდეს. ქართველი კაცი ოჯახის ცოლ-შვილის სიყვარულით გამოირჩევა. სტალინში ეს არ იგრძნობოდა. მას თავისი თავი უყვარდა ყველაზე მეტად. შვილები არ აინტერესებდა. მისთვის ერთადერთი ქალი, რომელსაც პატივს სცემდა, იყო დედამისი კეკე.
კეკეს დასაფლავებას სტალინი არ დასწრებია. კეკეს გვირგვინზე ეწერა ძვირფას და საყვარელ დედას, შვილის იოსებ ჯუღაშვილისგან. კეკე პომპეზურად დაკრძალეს დაწმინდაზე. სტალინი მუდმივად ემალებოდა ოხრანკას. მას უამრავი მეტსახელი ჰქონდა, გამუდმებით უთვალთვალებდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა არსებობს ვერსია, რომლის მიხედვით სტალინი მეფის საიდუმლო პოლიციასთან თანამშრომლობდა. მაშინ ბევრი ბოლშევიკი იქცეოდა ასე, ბევრი იყო პარტიის რიგებში შეგზავნილი. ასეთი იყო მაგალითად რომან მალინოვსკი, რომელიც პარტიის ნამდვილ ვარსკვლავად ითვლებოდა და დიდი ნდობით სარგებლობდა. სინამდვილეში კი საარქივო მასალებიდან გამოირკვა, რომ ოხრანკის ჯაშუში იყო. რაც შეეხება სტალინს, სტალინი მისთვის არასასურველი ამხანაგების მისამართებს აძლევდა ჟანდარმებს, იგონებდა ერთ-ერთი სოციალ-დემოკრატი. ბევრი ფიქრობდა, რომ სტალინი მასში გახდა მთავარი დამსმენი. ეს ხდებოდა იმის პარალელურად, როცა თავად მოღალატეებს სიკვდილით უსწორდებოდა. ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, რომ მისთვის პარტიული სასამართლოს მოწყობაც კი გადაწყვიტეს, მაგრამ ის არ შედგა. ჩვენ ვიცით, რომ 30-იან წლებში უსაფრთხოების მიზნით სტალინი ბერიას საშუალებით კავკასიიდან კრემლში დოკუმენტაციებს იღებდა. არსებობს ჭორები, რომ სტალინი ოხრანკის ინფორმატორი იყო და მოსკოვში სწორედ ეს დოკუმენტები მიიღო. ჯუღაშვილის პირადი ფაილები მის აგარაკზე კუნცევოში ინახებოდა. ჩვენ ვიცით, რომ სტალინის სიკვდილის შემდეგ ეს დოკუმენტები ძალიან მალე გაქრა და ეს ფაქტი შეიძლება ბერიას უკავშირდებოდეს. არ არის გამორიცხული, რომ 900-იანი წლების ოხრანკის დოკუმენტები სტალინის შესახებ თბილისის არქივში აღმოჩნდეს. საიმონ себაგ მონტეფიორემ იმუშავა ოხრანკის გადარჩენილ საარქივო მასალაზეც, მაგრამ სხვა უამრავი ისტორიკოსისა და ჟურნალისტის მსგავსად იქ ვერ აღმოაჩინა სტალინის ჯაშუშობის რაიმე დამამტკიცებელი მასალა, მაგრამ წიგნში ახსენებს ეგრეთ წოდებულ ერემინის წერილს. ეს წერილი 1920 წელს დაიწერა და მხოლოდ 1950-იან წლებში ბელადის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. ამ წერილის მიხედვით მტკიცდება, თითქოს სტალინი ოხრანკის ჯაშუში იყო. თავად პოლკოვნიკი ერემინი წერილის ავტორი 1908 წლიდან ხელმძღვანელობდა საიდუმლო პოლიციის თბილისის განყოფილებას. ძნელი სათქმელია, რამდენად სანდუა ეს წერილი. მით უფრო ის გამოქვეყნდა უკვე ხრუშჩოვის მმართველობის დროს, როცა დიდი ანტისტალინური კამპანია იყო გაჩაღებული. სტალინის სიაში ქალებს პირველი ადგილი არასდროს ეკავა. პირველ ადგილზე ყოველთვის რევოლუცია და ძალაუფლებისკენ სწრაფვა იყო, მაგრამ ბევრი საყვარელი ჰყავდა, ძირითადად გადასახლებაში ყოფნის დროს. მონტეფიორეს წიგნში მოცემულია ილუსტრირებული მასალა სტალინის ქალებზე. ვთავაზობთ რამდენიმე მათგანის ფოტოებს მონტეფიორეს კომენტარებით. გამუდმებით უფულოდ მყოფი რევოლუციონერი ჯუღაშვილი თითქმის არასოდეს ყოფილა მეგობარი ქალის გარეშე. მისი საყვარლების სიაში შედიოდნენ გათხოვილები, გაუთხოვრები, ასაკით პატარები, მასზე უფროსები, ინტელექტუალები, ჩვეულებრივი დიასახლისები. ერთ-ერთი მათგანი იყო ნატაშა კირთავა, რომელსაც უკვე ჰყავდა ოჯახი. სტალინის საყვარლებს შორის იყო ოლგა ალილუევა, სტალინის ამხანაგის სერგეი ალილუევის მეუღლე, რომელსაც 4 შვილი ჰყავდა და რომელიც შემდეგ სტალინის სიდედრი გახდა. კატოს დაკრძალვის დღეს სტალინი თან ჩახვა ცოლს და მესაფლავეებმა ძლივს ამოათრიეს. სტალინს უყვარდა ცოლი. ის ყოველთვის სიხარულით იხსენებდა მას, თუმცა კატოს გარდაცვალებიდან მალევე გააბა რომანი ალვასი ქალაქვაძესთან, შემდეგ კი ცნობილ ბოლშევიკთან, ლუდმილა სტალთან. სტალინს გადასახლებაში სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მცირეწლოვან პელაგიასთან, რომელსაც ოხრანკის აგენტები კოპწიად მოიხსენიებდნენ. ქალებთან ამგვარ ურთიერთობას სტალინი თავისი მიზნებისთვის იყენებდა. მეტი დამაჯერებლობისთვის ის კოპწიას მოსიყვარულე წყვილების სურათებით გაფორმებულ ღია ბარათებს უგზავნიდა. სტალინი ღია ბარათებს უგზავნიდა თავის მეორე საყვარელს, ტატიანა სუხოვასაც. 1950-იან წლებში გადაღებულ ფოტოზე მარია კუზაკოვა ასაკოვანია. მის გვერდით არიან მისი შვილი კონსტანტინე და შვილიშვილი. მარია კუზაკოვა სტალინის დიასახლისი იყო მისი ციმბირში ერთ-ერთი გადასახლებისას.
სტალინი ლამაზი და განათლებული მუსიკოსის ტატიანა სლავატინსკაიას ბინაში იმალებოდა. მაგრამ ვიღაცამ გასცა და სტალინმა ძლივს დააღწია თავი პოლიციას. ტატიანა საკმაოდ თავისუფალი ქალი იყო. სტალინს მასთან რომანი ჰქონდა. 1914 წელს მან რომანი გააბა 13 წლის გოგონასთან, ლიდია პერეპრიგინასთან და უკანონო შვილიც შეეძინა მასთან. ქვემოთ სწორედ შუახნის ლიდია და მათი უკანონო შვილის, ალექსანდრეს ფოტოებია მოცემული. ვერა შვაიცერი სპანდარიანის საყვარელი იყო. სპანდარიანის სიკვდილის შემდეგ მას სტალინთან ჰქონდა რომანი. ცარიზმის დასრულების შემდეგ ის და სტალინი ერთად გაემგზავრნენ პეტროგრადში. 13 და 14 წლის გოგონები ერთად ხდებიან და ოჯახებს ქმნიან და ის მე ავტორი ხალხს უსვამს იქა რომ 5 გოგო იყვნენ ერთ პატარა ოთახში სადაც ცხოვრობდა სტალინი. ხო და სულიად ბუნებრივია რომ ისეთ მოძრავ და ისეთ ჯანმრთელ და ისეთ უშიშარ და გამბედავ კაცს როგორ სტალინი იყო, რა თქმა უნდა ეს მოკლული არ ექნებოდა მას ეს ტოლვა, მამაკაცური ტოლვა და თუ მას რამე რომანი ექნებოდა თქვა ლამაზ გოგონასთან მე მაშინ ცუც არაფერს არ ხედავ. წმინდა ასე ვთქვათ რომანის ასე ვთქვათ ელემენტია ალბათ ავტორის აზრით სტალინისათვის იმ თვისებების მიწერა რომელიც რეალურად ცნობილია მეტნაკლებად ბერიას შემთხვევაში ანუ სტალინი მექალთანეს თემა რაც ალბათ უფრო მონტეფიორის ექსკლუზივია ფანტაზიების ვასაით იმიტომ რომ ეს არსად არ დასტურდება პირიქით მისი პათოლოგიური ასკეზა რაღაცა უცნაური ეს არის ალბათ მრავალი კვლევის საგანი სტალინის გულისხმობ. ნუ სტალინს რომ ყავდა საყვარლები რომ ეს იყო საშინელი მექალთანე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მე ძალიან საეჭვოა. ეს არსად არ დასტურდება. მონტეფიორეს წიგნში მოხდა კიდევ ბევრი საინტერესო ეპიზოდი სტალინის ცხოვრებიდან. მისი ახალგაზრდობის წლები პირობითად მაშინ თავდება, როცა რუსეთში რევოლუცია მოვიდა. ახალგაზრდა სტალინის ცოდნა მნიშვნელოვანია შემდგომი დროის სტალინის ბოროტების უკეთ გასაგებად. ჩვენ ჩავწერეთ ადამიანები, რომლებიც სტალინის ცხოვრებას კარგად იცნობენ. რამდენიმე მათგანი მონტეფიორეს მოსაზრებებს არ ეთანხმება. ზოგადად ფაქტების უტყუარობაში შეაქვს ეჭვი. ფაქტია, ამ წიგნმა კამათი და ორაზროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ამის საფუძველი კი ალბათ მაინც უფრო სტალინის პიროვნებაშია, რომლის გარშემო ბევრი რამ კიდევ დიდხანს ან სამუდამოდ დარჩება ბუნდოვანი. მე ეს წარმოვიდგინე ისე როგორც პირადი ჩემი შეურაცხყოფა. იმიტომ რომ როდესაც ამბობ რაღაცას აუქს თანაც გამოგონილს შეთითხნილს იმ დოკუმენტების უგულებელყოფით, რომლებიც სინამდვილეში არსებობენ. მე თქვენ წავიკითხე ეს წიგნი და პირადადაც საინტერესო მომეჩვენა. იმიტომ რომ ჩვენში ძალიან ბევრია წიგნები სტალინზე, სადაც მოყოლილია სტალინის ბიოგრაფია, მოთხრობილია გარკვეული ფაქტები და მოვლენები, მაგრამ არ ჩანს ძალიან კარგად სტალინის პორტრეტი. და ჩემი აზრით, ეს არის წიგნი, რომელიც ამ ხრივ გამოირჩევა. ეს არის, ასე ვთქვათ, არა უბრალოდ სტალინის ბიოგრაფია, არამედ ბიოგრაფიული რომანი სტალინის შესახებ. ვერ იტყვი, რომ ეს, რასაც მონტეფიორე წერს, 100%-იანად ასე იყო და იქ არის მთელი ემოციური მომენტები სტალინის პიროვნებასთან დაკავშირებით, ეს რა თქმა უნდა მისი ფანტაზიის ნაყოფია, როგორც ეს იყო უხუცესა ბიოგრაფიული რომანი იწერება, იქ წერლის სიმპათიები, ანტიპათიები, საკუთარ დამოკიდებულება არის ძალზედ სუბიექტური ამ აღწერილი პიროვნების მიმართ. და შესაბამისად მონტეფიორე რა თქმა უნდა შეეცადა რომ ის მთავარი ხაზი, რაც სტალინის პიროვნებასთან დაკავშირებით არსებობს დასავლურ ცნობიერებაში, ეს არის ის, რომ ეს იყო ნეგატიური, რა თქმა უნდა, ადამიანი, ნეგატიური პოლიტიკოსი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც ზარმაზარი მასშტაბების კრიმინალური საშინელებები ჩაიდინა. ეს არის მონტეფიორის სტალინი. ისევე როგორც არსებობს სტალინისტების სტალინი, ანტისტალინისტების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ოფიციალური სტალინი, არაოფიციალური სტალინი. და აი ამ ბევრი სტალინიდან ძალიან რთულია რომ ერთ წიგნში შეაკოწიწო ერთი სტალინი, იმდენად მრავალფეროვანია. თვითონ აი ამ კონკრეტული ტირანის ბიოგრაფია და საერთოდ ძალაუფლების და ტირანიის თემა. მონტეფიორის სტალინი, აი ეს სტალინი, რომელსაც ჩვენ ამ წიგნიდან ვიცნობ და ასევე სხვა წიგნიდან, რომელიც წინ უძღოდა აი ამ ახალგაზრდა სტალინს,
მაინც ეს უფრო ბელეტრისტიკაა, ჩემი აზრით. ეს არ არის ალბათ სამეცნიერო ტექსტი. და ეს არის უფრო ამ სტალინს აქვს ერთი რომანის პერსონაჟის ხასიათი, ტიპიც მე ვფიქრობ ამ ტექსტის არის და ჟანრიც შეიძლება ითქვას რომ რაღაცნაირად არის დოკუმენტალური რომანი. მინაიდან თუკი უფრო ასე ვთქვათ მეცნიერულად მივუდგებით, ანუ თუკი შევადარებთ უშუალოდ იმ ბიოგრაფიებს, რომელიც მეტნაკლებად ახლოს არის, ხომ? დოკუმენტალური, ასე ვთქვათ, დოკუმენტებთან მოდი პირდაპირ ვთქვათ, ამ წიგნში არის ბევრი შეცდომა. ძალიან თვალში შეცემი შეცდომები, ვთქვათ. მაგალითად, ვთქვათ, ერთ-ერთი ისეთი დასაწყისშივე ძალიან თვალში გვხვდება, მაგალითად, კეკეს ამბავი, სადაც ის თითქოს და მეორე მსოფლიო ომის დროს უყვება ლავრენტი ბერიას სტალინის ბავშვობის შესახებ და მეორე მსოფლიო ომის დროს კეკე 3-4 წლის გარდაცვლილია უკვე. და ძალიან ბევრი ასეთი შეცდომები არის მიზანმიმართული თუ ავტორს სჭირდება იმისათვის რომ სიუჟეტი გამძაფრდეს, არ ვიცი ხა. როდესაც ძიუმა აყალბებს თქვათ ისტორიას სამ მუშკეტერში, ეს გასაგებია, მას სჭირდება ინტრიგა და ამ ინტრიგისათვის რაც საჭიროა, ყველაფერს ჩაყრის, უხეშად რო ვთქვათ. ამ შემთხვევაში თუკი სტალინის გაცნობა გვინდა, ალბათ მონტეფიორის წიგნი არ გვეყოფა. This young Stalin, for example, is basically about ახალგაზრდა სტალინი ძირითადად მოიცავს რევოლუციამდე საბჭოთა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ ურთიერთობებს. ეს ბევრისთვის უცნაური და ამოუცნობი თემაა. თვით ქართველებისთვისაც კი, თავი რომ გავანებოთ დასავლურ კულტურებს ევროპისა და ამერიკის სახით. ისეთი ტექნიკური მხარეებიც, როგორიცაა ქართული სახელწოდებები, გრძელი გვარები და ასე შემდეგ, განსაკუთრებულ სიზუსტეს მოითხოვს. ჩემს წიგნებში ყოველთვის ვცდილობ რთული და უცნაური მოვლენა ან თემატიკა ნებისმიერი მკითხველისათვის გასაგებად დავწერო. ჩემი აზრით, ისტორია ყველასაც იოლად აღსაქმელი უნდა იყოს. მინდა ჩემი ლიტერატურული ნაწარმოებები დედაჩემად წაიკითხოს, მან კი არაფერი იცის საბჭოთა პოლიტიკაზე. მეორე საკითხია მასალის სიზუსტე. ყოველთვის ვცდილობ ბიოგრაფიაში მაქსიმალურად დავიცვა თარიღები. სიზუსტე. მოვლენები და სახელწოდებები არქივებში არსებულ მასალას ემთხვეოდეს, ასე რომ ჩემი აზრით ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც შეიძლება ისტორიკოსი და მწერალი წააწყდეს, ესენია. მე უბრალოდ მთხრობელი ვარ. ხალხი მწერალს როგორც წესი უახლესი ნოველის მიხედვით აფასებს. ჩემს წიგნებში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ 40-მდე ენაზე იბეჭდება. ამას წინათ ხორვატიასა და ლიტვაში ვიყავი ახალგაზრდა სტალინის პრეზენტაციაზე. მომავალ წელს ქართულად კიდევ ერთი წიგნი გამოვა. ვინ არის საიმონ სებაგ მონტეფიორე, ბრიტანელი მწერლის მცირე ბიოგრაფიული მონაცემი და მისი წიგნები. საიმონ სებაგ მონტეფიორე, ინგლისელი ისტორიკოსი, ჟურნალისტი და მწერალი, რუსეთის ისტორიის სპეციალისტი. სებაგ მონტეფიორემ განათლება ჯერ ლუდგროვის სკოლაში, შემდეგ კი კემბრიჯის უნივერსიტეტის კოლეჯში მიიღო. 1990-იან წლებში როგორც ჟურნალისტი, ბევრს მოგზაურობდა ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. მისი წიგნები მსოფლიო ბესტსელერი გახდა და 34 ენაზეა გამოცემული. 2000 წელს გამოსული მისი ისტორიული წიგნი ეკატერინე დიდი და პოტიომკინი ჯონსონისა და კუპერის პრემიებზე იყო წარდგენილი. 2004 წელს სტალინი წითელი მეფის კარი ინგლისში წლის საუკეთესო ისტორიული წიგნის პრემიის მფლობელი გახდა. ახალგაზრდა სტალინი. ამ წიგნმა როგორც საუკეთესო დოკუმენტურმა პროზამ ბრიტანეთის ლიტერატურული პრემია კოსტა დაიმსახურა. მასვე გადაეცა საუკეთესო ბიოგრაფიული ნაწარმოებისთვის განკუთვნილი პრემია ლატაიმსი და საუკეთესო პოლიტიკური ლიტერატურისთვის განკუთვნილი ბრუნო კრეისკის პრემია. დღეს ახალგაზრდა სტალინის ეკრანიზაციაზე მუშაობს მირამაქს ფილმზი და რაბი ფილმზი, რომლებსაც ნაწარმოებზე საავტორო უფლება აქვს შეძენილი. ახალი ნოველა საშენკა 14 ენაზე გამოიცა. მისი მომავალი ისტორიული წიგნი იერუსალიმი, ბიოგრაფია ახლო აღმოსავლეთის უახლეს ისტორიას ეხება. ამჟამად სებაგ მონტეფიორე ცხოვრობს ლონდონში მეუღლესთან, ნოველის სანტა მონტეფიორესა და ორ შვილთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს ახალგაზრდა სტალინი ფილმად გამოვა. ასეთ რამეს დრო სჭირდება. დაიწერა კარგი სცენარი და გადაღებების გეგმაშია. საინტერესო გუნდი შეიკრიბა ამ პროექტის გარშემო. ამას წინათ იყო საუბარი ძირითადი გადაღებების ქართულ ენაზე წარმოებაზე. ძალიან საინტერესო იქნება რუსთაველის მოედანი, რომ გადასაღებ მოედნად გვექცია. ბანკის დაყაჩაღების სცენა, რომელიც წიგნის დასაწყისში აღწერილი, ხომ სწორედ ამ მოედანზე მოხდა. მე აღმასრულებელი პროდიუსერი ვარ და ყოველთვის მიზეზს ვეძებ საქართველოს ვესტუმრო. შემდეგი ვიზიტი მაისში მაქვს დაგეგმილი წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით. თან ჩემი წიგნის პრეზენტაცია იქნება.
განვაგრძობთ გადაცემას სტუმართან ერთად, ჩვენი სტუმარია მწერალი დათო ტურაშვილი. მოგესალმებით დათო, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. პირველი შთაბეჭდილება, რაც წიგნის წაკითხვის შემდეგ დაგჭირა. ამ მონტეფიორეს წიგნს გულისხმობთ, რა საკურველია, ძალიან საინტერესო წიგნია, თუმცა სხვა შორის ძალიან ბევრი შეცდომაა, რომელიც ალბათ რამდენიმე მიზეზის გამო განპირობებულია შეცდომები. ერთი არის რაღაც ფაქტობრივი შეცდომები, ეს არ ვიცი რატო დაემართა ავტორს, ძალიან უცნაური შეცდომები, მარტივი ასე ვთქვათ. მეორე არის ადამიანი ავტორის შეცდომა, რომელიც ალბათ ძალიან ობიექტური იყო და ძნელი იყო ამ შეცდომებს რომ გაქცეოდა. ეს საიმონ მონტეფიორე, იმიტომ რომ არ არის ქართველი, ასე ვთქვათ, მისთვის საბჭოთა სივრცე, საბჭოთა ისტორია არ არის მშობლიური ისტორია. ხა ჩვენთვისაც არ არის, მაგრამ ჩვენ ყოველ შემთხვევაში ასე გვიზრდებოდით. ის სხვა სამყაროში გაზრდილი ადამიანი და პირველივე გვერდებიდან იგრძნობა ეს. ვისურვებდი, რომ ქართველი მკვლევარები ყავდეს სტალინის ბიოგრაფიას, იმიტომ რომ დაზღვეული უფრო მეტად იქნება ამ შემთხვევაში აი ცოტა ლაფსუსებისაგან, რომელიც აქვს მონტეფიორეს. აი ქართველ მკვლევარებზე მინდა გითხოთ, არ იწერება დღეს, თქვა, აი თუნდაც ასეთი წიგნები სტალინზე. ხო, რატომ? აი ამის მიზეზი რა არის? იცით რა, სხვა შორის აი ორნაირი ტიპის დამოკიდებულება არსებობს ისტორიკოსების ძირითად ნაწილს გვინდა ყველას არ გვინდა ხო ბუნებრივია. ეს არის ორივე უკიდურესობა, ან საშინელი ფანატიკური დამოკიდებულება, რომელიც ათეული წლების მანძილზე არსებობდა სტალინის მიმართ და იქ შესაბამისად იქნებოდა წიგნები, სადაც ის იყო აი არა როგორც პიროვნება, არამედ როგორც იდეალი, შესაბამისად უამრავი ხარვეზით და მეორე უკიდურესობა, როცა საბჭოთა კავშირში დგებოდა ხოლმე ჟამი, ნებადართული ჟამი მისი გინების და მისი ლანძღვის, ამის საპირისპირო, სადაც ის იყო მიწასთან გასწორებული, დაგმობილი და ასე შემდეგ. ანუ მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის ქართველებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, რომ ქართველმა ავტორებმა, ისტორიკოსებმა, მკვლევარებმა დაიწყონ ასეთი წიგნებზე მუშაობა, ისუათი გამონაკლისის გარდა არ არსებობს ნამდვილად, რომ ეს იყოს არა, თქვათ, პირადი სუბიექტური, თქვათ, დამოკიდებულება, ამ დამოკიდებულების შედეგი ამ წიგნში, არამედ შეფასება აი მთელი მისი მოღვაწეობის, თქვათ, მისი კვლევა, მისი ბიოგრაფიის საქმიანობის და ასე შემდეგ. თქვენ არ გაგჩენიათ სურვილი, რომ სტალინზე რაღაც არა, მე არ გამშენია ასეთი სურვილი პირიქით. მე ვცდილობდი, მე პირიქით, მაქსიმალურად მინდა რომ დავივიწყო. სხვა შორის, აი ჯერ ამაზე გიპასუხებთ, ოღონდ მინდა ჩემთვის მაგალითად როგორც მკითხველისთვის ყველაზე საინტერესო ალბათ რაც კი არსებობს, მომეწონა, რაც კი წამიკითხავს სტალინის შესახებ, ძალიან მომეწონა მახსოვს ეს ბევრი დიდი ხნის წინ წავიკითხე ავტორ ხანოვის წიგნი, მაგრამ აი ავტორ ხანოვის წიგნი არ ვიცი გაქვთ თუ არა წაკითხული ვახო, აქვს ძალიან ბევრი პლუსი, აქვს ერთი მინუსი. ავტორ ხანოვი წარმოშობით იყო ჩეჩენი. ამიტომ ის რაც სტალინის დროს 54 წელს ჩეჩენ ხალხს დაემართა, ძალიან ძნელი იყო ამისაგან გათავისუფლებული იყო სუბიექტურად ავტორ ხანოვი. თორე ისე ძალიან მაგარი წიგნია რა. ძალიან მინდა რომ წავიკითხო, არ მაქვს წაკითხული, არ ვიცი საერთოდ არსებობს თუ არა. ქართულად მე მგონი არ არსებობს თარგმანი. ასად ბევრი რომელსაც ახსენეს მონტეფიორე, ეს იგივე ყურბან საიდია, რომელიც არის ავტორი მსოფლიო ბესტსელერის ალიდან ნინო. აი ამ კაცის წიგნი, ეს არის პირველი ბიოგრაფია სხვათა შორის სტალინის. პირველი, ვინც დაიწყო წერა იმ პერიოდში, როცა ბაქოში მოღვაწეობდა სტალინის, იქ იზრდებოდა, ასე ვთქვათ, ახალგაზრდა იყო, მაგრამ როგორც ჩანს შეხება ჰქონდა, ან იმ წრეს, რომელთან სადაც ის იზრდებოდა, ან უშუალოდ, ან ბევრი მასალები ჰქონდა. ერთი მხრივ მონტეფიორეს შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ის მომენტია, რომ ის არის უცხოელი და კარგად შეიძლება ვერ გაისეგრძეგან რას ნიშნავს სტალინი, ხო? მეორე მხრივ, აი თუნდაც ჩეჩენი ავტორი ან ქართველი, როდესაც დაწერს სტალინზე წიგნს, აქ შეიძლება სუბიექტურობა იყოს. მაშინ ვინ უნდა დაწეროს? აი მონტეფიორეს წიგნში ზუსტად ეს იგრძნობა რა, რომ ის ამას მისი მიერ აღწერილი სივრცე, სადაც სტალინი იწყებდა მოღვაწეობას, აზრდას და ასე შემდეგ, არის ძალიან შორიდან დანახული. ანუ ის ამას ვერ გრძნობს ამ სივრცეს, გესმის უბრალოდ ინფორმაცია, ბევრი ინფორმაციულად კი ფლობს ამ სივრცეს, მაგრამ ის სხვაგან არის გაზრდილი, ხო გეუბნით, ეს ძალიან ძელი, ეს არის განზრახ შესწავლილი. თქოში ამ წიგნის უკითხავი მაშინაც გამახსენდა ბერნარდო ბერტოლუჩი, როცა იღებდა ფილმს, ქვია პატარა ბუდა, შეიძლება გინახავს. და ჩავიდა სპეციალურად დარამსალაში, ჩიოთ ინდოეთში, სადაც არის რეზიდენცია დალაი ლამასი, თენზინ გიაცოსი, ეს არის მე-14 დალაი ლამა ბუდისტურ ისა ლამაისტურ ბუდიზმში და უთხრა ასეთ რამე კითხა უბრალოდ, აი მე ვაპირებ ფილმის გადაღებას, რომელსაც ქვია ერქმევა პატარა ბუდა და ხო არ არის რამე პრობლემა, აი თქვა თქვენზე დიდი ის მიმართო. ხო და დალაი ლამა ძალიან ჭკვიანი კაცი სხვა შორის, მისი წიგნები ძალიან საინტერესო არ არის ქართულად თარგმნილი სამწუხაროდ. და დალაი ლამა მუთხრა რომ შენ მაგაზე არ იდარდო, იმიტომ რომ პატარა ბუდაო ნებისმიერ ჩვენთაგანში ცხოვრობსო და აი სულ ეგ მახსენდება ხოლმე რა რომ ის პატარა სტალინი ხო ჩვენ როგორ საუნა დადგეს ხოლმე ხო ის პერიოდად დგება
ჩვენს სახელმწიფოში რაღაც პერიოდი რომ მაქსიმუმად აძაგებენ სტალინს. მე გაივლის რაღაც უფრო ლოიალური დამოუკიდებლობის პერიოდი და ასე შემდეგ. რამდენი არ უნდა წამოვიდეს ეს დრო ჩვენში აი ვაკვირდები ჩვენი ხალხის, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობაში პატარა სტალინს სუცხოვს. სულ გესმის და მე მაგას ვფიქრობ რომ თავარი იმ პატარა სტალინისგან გათავისუფლება, თორე დიდ სტალინს და ძეგლებთან ჭიდაობა არაფერს არ მოგვიტანს რეალურად. აი ძეგლებზე პატარა სტალინი აი აგერ არის უმრავლესობაში ჩვენში. მე ამას ყოველფეხის ნაბიჯზე ხედავ, გესმის? ამას სულ გზნობ რა, ჩვენს ქმედებაში, ჩვენს ცხოვრების წესში, ჩვენს ხელისუფლებაში, ჩვენს ოპოზიციაში, გესმის? ჩვენს საზოგადოებაში, ნებისმიერ ჩვენთაგანში. ეს არის პრობლემა. აი ძეგლის საკითხი შეეხეთ და მინდა რომ აი თქვენი დამოკიდებულება გვითხრათ, ცოტა ხნის წინ აიღეს სტალინის ძეგლი გორის ცენტრიდან. ამით რამე ეტაპი დამთავრდა სტალინთან დაკავშირებით საქართველოში თუ არც არაფერი არ დამთავრებულა? არა, სხვა შორის ახლა მე ვფიქრობ რომ ამით არაფერი ეტაპი არ დამთავრდა, უბრალოდ მე გამიკვირდა ხა რამდენიმე რამე. ძალიან გამიკვირდა რომ მაგალითად გორში 10 წლების მანძილზე ალბათ 1000 ტონა ღვინო აქვს დალეული სტალინის სადაგზოდ. ის ხალხი სად წავიდა? ერთმა კაცმა როგორ არ გამოხატა პროტესტი, ეს ამას მე დღემდე ვერაფერს ვერ ხვდები. მეორეც ისა მე ხო გეუბნებით რომ მე ჩემთვის ის პედესტალი რომ დატოვეს ეს ძალიან არ მომწონს, იმიტომ რომ სანამ პედესტალი იქნება და მხოლოდ ძეგლებს ჩამოვაგდებთ, იმ პედესტალზე სულ იქნება საერთოდ სხვები შეხვდნენ. ეს მე ძალიან არ მომწონს და მე მესამე და შეიძლება მთავარი რომ რამდენი ძეგლისაგანაც ჩვენ არ უნდა გავთავისუფლდეთ, რამდენი ძეგლისაგანაც არ უნდა გავთავისუფლდეთ. ჩვენ თავი პრობლემა მაინც არის ცნობიერება, გესმის? ამისაგან უნდა გავთავრე, ეგ არის. თუ გვინდა შედეგზე ვილაპარაკო, ამიტომ რომ ეკითხები რომ რა ეტაპი ჩემთვის მაშინ იქნება მნიშვნელოვანი, თუ ის შედეგის მომტანი იქნება, გესმის და ეს არ არის მარტივი, ხა მე როგორც არ უნდა მოვიდომო შენ და ჩვენ ყველამ არ არის ადვილი რომ ამ ცნობიერებისაგან იმპერიალისტებისაგან მარტივად გავთავისუფლდეთ და სწრაფად. ეს საკმაოდ ძნელია, იმიტომ რომ ეს პოსტსაბჭოური ცნობიერება, ჩვენ პოსტსაბჭოთა საზოგადოება ვართ, არც ვართ საზოგადოება, ქვეყანა ვართ პოსტსაბჭოური. სადაც ამ ეს მენტალური ისა პრობლემები, დაბრკოლებები იმისაკენ რომ მართლა თავისუფალი დემოკრატიული და თანამედროვე სახელმწიფო შევქმნათ, ამისაგან სწრაფად ვერ გავთავისუფლდეთ. ეს დაბრკოლებები კიდე კარგი ხანს გვექნება რა. დათო, კიდე ერთი შეკითხვა, ეს ეხება სტალინის პირად ურთიერთობებს, მის მეგობრებს და ასევე საყვარლებს. სხვადასხვა სტალინის დანარჩენ ბიოგრაფიებში ეს ასეთი აღწერა, ასეთი მრავალფეროვნება მისი პირადი ცხოვრებისა, თქვა იმ ქალებისა, რომელთანაც ჰქონდა მას ურთიერთობები, არსად არ შემხვედრია მანამდე რა. შეიძლება სხვაგან სხვა შორის თვითონ ეს მონტეფიორი ხსნის ამას, რომ მე როცა ის გახდა ლიდერი საბჭოთა სახელმწიფოში, ცდილობდა რომ ეს ყველაფერი მის ისტორიებში, მის ბიოგრაფიაში არ მოხვედრილიყო. მარტივ მაგალითს მოგიყვან, სანამ საყვარლებზე გადავა 2003 წლის ვარდები ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციაში მეც ჩემს მეგობრებთან და ძალიან აქტიურად ვიღებდი მომენტებს, ანუ ყველა დეტალი მახსოვს და აი არა მხოლოდ ის ვიცი, რაც გარეთ ხდებოდა, არამედ სხვადასხვა კულისებშიც და ერთი წლის თავზე გადაიღეს ფილმი, დოკუმენტური სატელევიზიო ფილმი იყო ამ ვარდების რევოლუციის შესახებ. და რო უყურე ფილმს, აი გაოგნებული იყო, იმდენად შეცვლილი იყო რა თვითონ პერსონაჟი. სულ სხვა ხალხი იყიდა მონაწილეობა, სულ სხვა ხალხის დამსახურებაზე ლაპარაკობდა. გადავირი ერთ წელიწადში ჩვენს თვალწინ. და მე კი მივხვდი ხა წარმოიდგინე ეს ხდება 2004 წელს მოხდა და წარმოიდგინე 1917 წელს და 20-იან წლებში ეს ხოლმე ძალიან რეალური და შესაძლებელი. რა შეეხება საყვარლებს. ეს იყო ისინი, რომელსაც ხდებოდა გადასახლებებში. ეხლა წარმოიდგინეთ, სადღაც ტუნდრაში და ტაიგაში და ციმბირში, სადაც მარტო იმის ხმულის ხმა ისმის და სულ ღამია, რა უნდა აკეთო? ახლა 5 წელიწადში უნდა გიწეროს ისა ჯდომა. იქიდან ვერსად ვერ მიდიხარ. ხო, და სხვადასხვა ამას არ მალავს მონტეფიორი. კი, თქვენ სამში ისე იყო გეგონება იმაში ყავდა ბევრი საყვარლები, მაგრამ ბევრი საყვარლები იქ ყავდა. ხო. სიამოვნებაში საყვარლები კი არ ყავდა. ეს იყო ადამიანები, რომელთანაც თანაარსებობის და თანაცხოვრების არ შემთხვევაში უბრალოდ მოკვდებოდა. ეს ესენი იყვნენ იძულებითი საყვარლები, შეგვიძლია რა საკვირველია ისა, ვახო, რა საკვირველია. მე ძალაუფლებას კომპლექსი, რომელიც მან შეგვიძლია, ეს იმდენად გრანდიოზული იყო. ეს 20 მილიონი კაცია სტალინის დროს დახვრეტილი, წარმოიდგინე. 20 მილიონი ადამიანს რო დახვრეტავ, ეხლა როგორ შეიძლება ძალაუფლების გარდა სხვა უფრო ასეთივე მნიშვნელობის რაღაცა ვნება არსებობდა შენ, ხო გესმის? რაც შეეხება ბერია. ერთხელ ეს მე პირადად მოსული მაქვს ჩვენი გენერალური რეჟისორისგან ბატონ რობერტ სტურაზან პირადად მაქვს მოსმენილი გარდაცვალებიდან რამდენიმე ხნით ადრე შეხვდა ბერიას მეუღლეს ლავრენტინ ბერიას მეუღლეს რომელიც უკრაინაში ცხოვრობდა. აი ბოლო წლები იყო მის ეს იყო ალბათ 25 წლის წინანდელი ამბავი მაშინ ცოცხალი იყო და რაღაც ეს შეხვდნენ რაღაც წვეულებაზე და რო გათამამდა ვისკი რომ მიირთვა ბატონმა რობერტმა მე რეკითხა ეს აი ეს თუ მართალიაო რომ ამდენი ხალი ყავდა ბერიას ამდენი საყვარელი და იმ მეუღლემ იმის რა ქვია გეგეჭკორი იყო თუ არ ვცდები ნინა გეგეჭკორი ხო აბსოლუტურად გენიალური რამე უპასუხა აი წარმოუდგენელი რა შეიძლება
მეო ის კი მას კი არ ვამბობ, რომ ჩემი ქმარი იყო მორალური სიწმინდის განსახილება და მე არ მიღალატებდაო. მაგის თქმა კი არ მინდაო. მაგიტო კი არ მჯერაო და იმიტომ კი არა რომ მორალურად მდგრადი იყო. იმიტომ რომ ღამი არ ჩაგვიგდია, რაც მე გავყევი მაგას. იმდენჯერ მქონდა ურთიერთობა, კიდეს ან ფიზიკურად როგორ ასწრებდა, ან დროსაც პოულობდა, ეგ მიკვის და მაგიტო არ მჯერა, თორე ის კი არა რომ არ მიღალატებდა. ასეთი სულად გენიალური პასუხი. რატო იწევს ასეთ დიდ ყურადღებას თუნდაც დასავლეთში, სადაც ეს წიგნი ძალიან დიდი ტირაჟით გაიყიდა. ხო, ვიცი, ეს წიგნი ბესტსელერი იყო, ბუნებრივია, ხა ახალგაზრდა სტალინი მარტო სათაური საკმაოდ საკმარისია სულად, იმიტომ რომ სტალინი იყო ადამიანი, რომელიც მართავდა თითქმის 30 წლის, 30 წლის მანძილზე ყველაზე დიდ სახელმწიფოს დედამიწაზე. რახან ამაზე მიდგა საქმე, ის ადამიანები, ვინც ახლა მე არ ვიცი სად გაქრენ, ეგ ზოიღებ და ის ხალხი, რომელსაც ფანატიურად უყვარდა და მეც მიგზნია და ალბათ ყველას შეხვედრიან ასეთი ადამიანები საქართველოში, უბრალოდ თაობაში, ხა ახალ თაობაში ნაკლებად, მაგრამ რომელსაც გულწრფელად უყვარდა, ახლა ბაბუაჩემ 11 წელი გაატარა ბანაკებში, ციმბირში და ყველა ჯიბეში სტალინის ფოტო ედო რო დაბრუნდა იქიდან, რა ქვია, გადაირია ბებიაჩები ცხონებული, მაგრამ რას ვამბობ, იცი ვახო რომ ასე ეს ამის ახსნაც შემიძლია რა, არა გამართლება, მაგრამ ახსნა, იმიტომ რომ უამრავი ახსნა აქვს სხვათა შორის ამას, რომ ადამიანები, რომელსაც არ უცხოვრია თავის სახელმწიფოში, რომელსაც არ ყოფილა თანამედროვე, მათ რასაკვირველია ყველაზე მეტად თავის სახელმწიფოებას, თავის თვითყოფადობას, თავის იდენტიფიკაციას ახდენენ ყველაზე ცნობილ, ყველაზე სახელოვან და გამოჩენილ ქართველთან. და ასეთი ყველაზე სახელოვანი მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე, ყველაზე ცნობილი და გამოჩენილი ქართველი არის სტალინი. ხო გამშვენია, ამას ამ თვალსაზრისით, თუნდაც ცნობადობის თვალსაზრისით, სხვა ქართველი წარმოშობით ქართველი ვერ შეედრება ბუნებრივად. ამიტომ სანამ ეს ასე იქნება, საქართველოში იქნებიან ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებით დალევენ მის სადღეღილოს, ეს არ არის პრობლემა. მაგას ვიძახი, რომ პრობლემა არის ჩვენ არჩევანში. მარტო ძეგლისაგან კი არ გავთავისუფლდეთ. მენტალურად გავთავისუფლდეთ, ხო გესმით? მართლა წავიდეთ თავისუფალი და თანამედროვე სამყაროსთან. ეს ევროპა მაგალითად, რომელიც არ არის ჩემი ახიება, არის ყველაზე ძველი არჩევანი, რაც კი ყველაზე ჭკვიან ქართველებს გაუკეთებიათ ვახტანგ გორგასლიდან მოყოლებული. რატომღაც გონიათ თითქოს დღეს მოვინდომეთ, დღეს დავიწყეთ ამ არჩევანზე ფიქრი, რომ ევროპასთან მოვახდინოთ ინტეგრაცია. ეს არის უძველესი არჩევანი. ამანდის, აი ამ არჩევანამდე ქართველები მივიდნენ საუკუნეების მანძილზე და სულ გზნობ, რომ აქ არის შიში. რომ აი ევროპაში ინტეგრაციის შემთხვევაში ხო არ დავკარგოთ ჩვენს თვითყოფადობას, ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს თვისებებს და ასე შემდეგ. ანუ იმ ფასეულობებს, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოვიტანეთ და რითიც ჩვენ სულ ამაყობდით და სიმბოლოში პირიქით არის. ეს იმიტომ გჭირს, ეს შიშები იმიტომ გვახსოვს, ჩვენ ცოდნა არა გვაქვს იმ სივცის, რომელზეც ვლაპარაკობთ. სიმბოლოში ევროპა ზუსტად ის სივცია, სადაც ყველა ხალხმა, ვინც იქ აღმოჩნდა, მოახდინეს ყველა თავისი მნიშვნელოვანი ღირებულებების, რაც კი წარსულთან დაკავშირებით, იმის შენარჩუნება და სინთეზი იმ თანამედროვე დემოკრატიულ ფასეულობთან, რომელზეც დგას თანამედროვე სახელმწიფო. ამიტომ პირიქით ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს არჩევანი. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე მაყურებლებს შეგახსენებ, ჩვენი სტუმარი იყო მწერალი დათო ტურაშვილი. ორ შაბათს პრაიმ ტაიმში ნახავთ საიმონ себაგ მონტეფიორესთან საგაზეთო ინტერვიუს ვარიანტს. დღევანდელი გადაცემა კი ამით დასრულდა. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე. პირველ არხზე. ნახვამდის. მშვიდობისა. შაბათ საღამოს 9 საათზე თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს.
გაინტერესებთ როგორია ირანი სინამდვილეში. ჩვენი აღმოსავლური რეპორტაჟი. უცნობი ირანი, ჩვენი კამერა ისლამური რევოლუციის ქვეყანაში. თეირანის ქუჩები, ხალხი, პოლიტიკური ელიტა. ირანული თავისუფლება და ისლამური დემოკრატია. პოლიტიკა, საზოგადოება, კულტურა. ბირთვული პროგრამა ირანი და გარესამყარო. ირანი და საქართველო, ახალი ურთიერთობები. სანქციების დაწესების შემდეგ ჩვენი გადამღები ჯგუფის ერთი კვირა ირანში და პირდაპირი ჩართვა. თეირანიდან დანახული თანამედროვე მსოფლიო და დასავლეთიდან აღქმული ისლამური სამყარო. ორი ირანი. ირანი რეგიონის დიდი მოთამაშე, ბირთვული ამბიციებით, დასავლური დემოკრატიის ნაცვლად ისლამური დემოკრატია. ირანის შესახებ გარესამყაროს წარმოდგენები ხშირად სტერეოტიპულია. იმისთვის რომ გაიგო ეს ქვეყანა საჭიროა ჩახვიდე იქ და დაინახო შიგნიდან. სწორედ ამიტომ ჩვენი გადამღები ჯგუფი ჟურნალისტი გიორგი გაბრიჩიძე და ოპერატორი დიმიტრი ხანდამაშვილი ეწვია ირანს. გასათვალისწინებელია ისიც რომ ჩვენი გადაღება მიმდინარეობდა ირანისთვის სანქციების დაწესების შემდგომ პერიოდში. ჩვენი ჟურნალისტი გიორგი გაბრიჩიძე ახლა ირანიდან ჩაგვერთვება. გიორგი, სად იმყოფები ამ წუთას და რისი გადაღება მოახერხეთ? მოდი უამბოთ ჩვენს მაყურებელს რას ნახავენ რეპორტაჟში. საღამოშიდობის ახლა ჩვენ ახლა ვიმყოფებით თეირანში და თქვენ კადრში ხედავთ თეირანის თავისუფლების ქანდაკებას, რომელიც აქ დგას 1979 წლიდან და ის ატარებს სიმბოლურ დატვირთვას თეირანისათვის და მთლიანად ირანისათვის. ჩვენ უკვე მეხუთე დღეა რაც ვართ ირანში. დროის ეს პერიოდი დაემთხვა ძალიან დიდ სიცხეს, რის გამოც დახურული არის სახელმწიფო დაწესებულებები. მიუხედავად ამისა, ჩვენ ჩავწერეთ ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი. ესენი არიან პოლიტიკოსები, სამხედროები, სასულიერო პირები, ასევე არიან სტუდენტები. თქვენ ახალ სიუჟეტში თუ რას ფიქრობენ ისინი დასავლეთზე, ისრაელზე, შეერთებულ შტატებზე, ნახავთ განსხვავებულ აზრს. ყოველივე ეს კი უფრო სულად ჩვენ სიუჟეტში.